მოგესალმებით ჩვენი სასწავლო სტუდიიდან. Ჩვენ ტრადიციის ამებრ თქვენი თხოვნით ისევ და ალბათ უკვე ტრადიციაში ჩამოვაყალიბებთ ამას. შევეცდები ყველა დეტალი, ყველა მაგალითი, რასაც გაჩვენებთ, იქნება ეს AutoCAD-ი, Max-ი თუ ArchiCAD-ი, სამივეში გაჩვენოთ და გავაკეთოთ ხოლმე. რა თქმა უნდა, აქვე გავამახვილებ ყურადღებას, რომ მოდელების ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს და მიმართულება, ასე შეიძლება ითქვას. ამიტომ რასაც გაჩვენებთ ხოლმე, არნიშნავს, რომ მარტო ის ერთი საშუალება არის. ლოგიკურია, განსაზღვრულია ყველა ეს ჩვენება მათთვის, ვინც ოდნავ მაინც პროგრამებში ერგო, იმიტომ რომ თუ პირველად უყურებთ ArchiCAD-ს ან AutoCAD-ს ან შესაბამისად Max, ლოგიკურია, რომ დაართული იქნება გააკეთოთ. რაღაცა ანიბანი მაინც უნდა გვესვამდეს. რა თქმა უნდა, ასეთი ფორმების მოდელირება ArchiCAD-ში დღეს შემოგთავაზებთ ArchiCAD-ს. შეიძლება პირდაპირ მოცულობაში ან სამგანზომილებაში შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვები, კერძოდ ჭრა, ან ჭრილის ხელსაწყო, ან ფასადის ხელსაწყო. ნუ როცა ArchiCAD-ში შედიხართ, თავიდან მოცემული გაქვთ ეს 4 წალი ფასადი, მაგრამ მოდი ჩვენი ფასადი დავხაზოთ. Გავამახვილებ ასევე ყურადღებას, რომ 28 ვერსიაში გაჩვენებთ, თუმცა აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა 28 იქნება თუ რომელიმე სხვა ვერსია, ძველ ვერსიებზე ვსაუბრობ. მეთოდი იქნება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ ინტერფეისი სხვანაირი იქნება, ამიტომ თუ იცით შესაბამისი პროგრამის მოხმარება, იქ ეცნობათ ის ხელსაწყო, რომელსაც გამოვიყენებთ ხელსაწყოები, სადაც იმყოფება თქვენ შემთხვევაში. შესაბამისად, ოდნავ განსხვავებული წყობა არის ხელსაწყოები წინამორბედ მათ შორის 27-თან შედარებით. თუმცა, კიდევ მეორე პრინციპი იგივეა. ეს იგივე პოინტში ამოვირჩევ ფასად ხელსაწყოს და ნებისმიერი სიგრძის კაპიდან კაპამდე გავხაზავ და მიმართულებას მზევით გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში მაინც გავამახვილებ ყურადღებას, რომ ჩართული არის horizontal range-ში პირველი და geometry method-შიც პირველი. და შევდივართ შესაბამისი ჯგუფიდან ფასადების ამ ფასადში. აქ უნდა დავხაზოთ. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ აქ სართულებს ხედავთ, სართულს არსებითი მნიშვნელობა არანაირი არ იქნება. სადაც გვინდა იქ დავხაზავთ. გამოყენებული ხელსაწყო იქნება menu design-ში სახელად morph. თუმცა, სანამ morphs გამოვიყენებ, მანამდე კონტურებით მოვხაზავ იმ ან ლაინებით ეს ვთქვათ, შევქმნი იმ ნაწილს, რაც მჭირდება. ნუ ფაქტურად ხაზვა უნდა შევასრულოთ. ახლა ეს იქნება ხაზი 50-იანი. აქ ეს 52 რა გვიწერია, 52 ყოფილა უკაცრავად, 52-იანი ეს ხაზი იქნება, მერე 12-იანი ეს ხაზი, ამის გამოთვლა მოგვიწევს. ამას მინუს ეს გაყოფილი შუაზე და ასე შემდეგ. ნუ ძალიან მარტივად გავაკეთებ, ისე რომ ყველასათვის გასაგები იყოს და არ ჩავხმართავ ახლა ზედმეტი სწრაფი ხაზის საშუალებებით, რომ შეძლოთ კიდევ რა თუნდაც მინიმალური ცოდნით ამის გაკეთება. დაინტერესების შემთხვევაში ეს იქნება. ხელსაწყო ლაინს ამოვირჩევთ ჯგუფი დოკუმენტიდან და geometry method-დან ამ ლაინს დავხაზავ. რა თქმა უნდა, ამ ხაზს მოეცილეთ, რომ არ შეგიშალოთ ხელი, გავაკეთებ პირველი კაპი, მარჯვნივ გავწი 52 ჩავწერე. საკმაოდ პატარა იქნება, რომ იცოდეთ დეტალი, ამიტომ ძალიან პატარა ახლა ეს ხაზი როგორც ხედავთ, ახლოს მოიტანეთ გოგოლაჩის რეალი. ნუ ესეთი ზომებისა ახლა დეტალი შეგიძლიათ 10 გაადიდოთ თუ ესე გსურთ, მაგრამ ნუ დავხაზოთ ორიგინალ ზომაში. 12 მმ სიმაღლეა. ნუ ბარე მეორესაც დავხაზავ, თუმცა შეიძლება და იქით სარკისების გადატანა. რა ხავ ხაზავთ, ამიტომ გავამახვილებ ასეთია ხაზვის პრინციპს ყურადღებას. ესე იგი, ამას მინუს ეს გამოდის 38, გავყავით შუაზე და გავიგეთ 19 ეს ხაზი. იგი 19-იანი ერთი ხაზი აქეთ. 19-იანი მეორე ხაზი იქ. კიდე გავმეორდები, რომ შეიძლებოდა ცალი მხარე დამეხაზა და მე სარკისეულად შევამეტრიალებინა. 10 მმ ზევითავა ეს ხაზი. კიდევ ვიმეორებ, ძალიან მარტივად, შეიძლება ითქვას საბავშვო ბაღის დონეზე ვაკეთებ ახლა ამას. რომ ყველას გამოგიდგენთ, ვინც იცით ხაზვა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ პირდაპირ მიიღოთ და შეასრულოთ ეს მოქმედება. მე პრინციპს გაჩვენებთ, უბრალოდ რას ვიყენებთ ახლა აქ. საერთო სიმაღლე 60-ია, მაგრამ დაახლოება ამისი არ ვიცი ჯერ, ამიტომ ჯერ უნდა შევქმნათ აი ეს ხაზი. ნუ ესე ვიტყვი, აი ეს ხაზი ესე გავატარებ. ამ ხაზის სიგრძე, როგორც იცით, 90 არ არის, სადღაც უნდა გქონდეს ახლა ამის ზომა. მოცემული, თუ არა უნდა გამოვთვალოთ მაშინ. 4-დან არა გვაქვს, ანუ მიღებადი გამოდის ეს ზომა. როგორც ასეთი. როგორც აღნიშნე, მიღებადია ეს ზომა, ამ დახსნას ვერ გავაკეთებთ, სანამ აი ამ ზედახაზს არ გავატარებთ. ანუ ფაქტურად ახლა წინ ხედის ნახაზს გიკეთებთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რაღაცებს მე ზედმეტს მოვხსნით. თავისთავად. ამიტომ ჩვენ აი ესეთი ხაზი უნდა გავხაზოთ ახლა. რომლის სიგრძე იქნება 60
და ძირის ხაზიდან სიმაღლეზე იქნება 60 აწეული მაღლა. ჩავთე ისე ლაინი, რა თქმა უნდა. აქ შევეხები, რომ შუა წერტილი გამოჩნდეს, აქ მაინც გავამახვილებ ყოველ შემთხვევაში ყურადღებას, იმიტომ რომ შესაძლოა გადართული გამართული იქონდეთ, ვინც იცით ამის გამოყენებას სხვა ვერსიებში იცით, სად არის ეს. ღილაკი ცოტა ინტერფეისი განსხვავებული 28-ში, ეს უნდა იყოს ჩართული აქ half-ი და აქტიური უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ღილაკი, ანუ ეს. შევეხები, ვიპოვეთ ეს წერტილი, გავჩერდი ამ წერტილთან, არ ვაწყაბებ, როცა დაწყაბებაზე ვიტყვი სიტყვას დავაწყაბებ. შეხების შედეგად ეს პატარა წრე მივიღეთ, დავდექით ამ ხაზის მიმართულებით, წრეგვადროს ამის ტრასირების საშუალებას 60-ი ჩავწერე, ენტერს დავაჭირე. ესე იგი მივიღე ადგილი, საიდანაც უნდა დავხაზო. 30-იან ხაზს აქ ჩავხაზავ. მეორე 30-იან აქედან გავხაზავ იქით. ეხლა აი ამ ხაზიდან უნდა დაუშვა, აი გვერდიდან რო უყურებთ, ეხლა ვისაც წარმოდგენა გიხაზიათ მსგავსი ნახაზები, აქედან რო დაუშვებ აი ამ ხაზს, მივიღებთ აი ამ ხაზს. და მე უკვე აი ამას შევქმნით. კიდე გავიმეორებ, ეხლა ცოტა ხაზის თემა უნდა გვესმოდეს, რა თქმა უნდა, რომ მსგავს სიტუაციებში გამოსავალი ვიყავოთ ხოლმე, როდესაც ასეთ ხაზს ვაკეთებ. და ეს მონაკვეთი რო დაგვრჩეს ეხლა აქ, სიმაღლე გვიწერია 60-ია. 60-ია მისია უკაცრავად 34-ია, აქედან აქამდე სიმაღლე. აი ეს ვხედავთ და დააგვირდებით, ეს ერთი ხაზია, ეს მეორე ხაზი. ეს მისი მაჩვენებელი 34. 34 თავწიოთ და გავატაროთ აი ეს ხაზი აქ. მე ზედმეტებს მოვშლით როგორც აღნიშნეთ. ისევ აბსოლუტურად იგივე პრინციპით ვაკეთებთ, შევეხი ამას. დაველოდე. დავდექი ამ ლურჯი ხაზის, ყვეტელი ხაზის რა 34 ჩავწერე ენტერი და გამოვხაზე ამის გადაკვეთამდე. აი ეს არის ის მონაკვეთი, რაც უნდა მიგვიღო. და იგივე შეგვიძლია ეს ჩავხაზოთ, ან შეგვიძლია უბრალოდ გავწელოთ, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ adjust, ჩავთვე ეს ღილაკი, დავაწყობ ამაზე და დავაგზავნო აქამდე. ზედა მონაწილებს რაღაცებს მე წავშვით, იმიტომ რომ მთლიანად არ ვშვიდება, ჩვენ რეალურად აი ეს გვინდა ეხლა. ამის სიგანე აქედან აქამდე 46-ია. 46 შუაზე რო გამყოთ. გამოდის 23. ჩავთე ლაინი. შევეხე ამის შუა წერტილს. დაველოდე. დავიწიე მარცხნივ, ისე ყვეტილ ხაზს მივყევი 23. ენტერი და ვერტიკალურად ზემოთ ავხაზე. იგივე გავაკეთე ხელმეორედ. შევეხე. გამოვიწიე 23 ჩავწერე. არა, მაჩვენა და ცოტა შევძალგები მაშინ. 23 ჩავწერე ენტერი. არა, სხვა წერტილს გავყვა. კიდევ ახლა შევეცდები გავაკეთო. 23 ენტერი. მაინც ბოლო წერტილს ხედავს. ვერ ვასწრებს სამწუხაროდ ჩაწერას, ნუ კაი აქვე გავაკეთე. აქ უბრალოდ არქი გაცააქვს ეს ისევ ცოტა ზევით უნდა ავიწიოთ და დავუბრუნდეთ რომ გამოჩნდეს მე ეს. ეს ხაზი როგორც ჩანს არასწორად დაიხაზა, იმიტომაც მოვალე ნიშანი მომცა წერალ, მაგრამ მაინც არ შევცვალე. დაველოდე მეორე ხაზის დახაზვის ქმედებას, რომ დაგვენახა სწორი იყო თუ არა. იგი შევეხე, გამოვიწიე, აი ხა არ ჩანს, ხედავ, ცოტათი ზემოთ უნდა აწევა, მე დავუბრუნდეთ ისე უკან, რომ გამოჩნდეს ეს ტაბლო. დროს დისტანცია 23 ჩაიწერო სწორად. წეგან არ გამოჩნდა ვიჩქარე, ისე დავაწყაბე, ისე ჩავწერე რიცხვი და ამიტომ მივიღე არასწორი ფორმა. ესე იგი ეს ორი ჩავხაზე და ეხლა ეს რკალი უნდა ჩავხაზოთ, ნუ წრე ესე რო ვთქვათ, რადიუსი 15. გამოვიყენოთ ხელსაწყო წრე, ხაზის მეთოდი იქნება პირველი ამ ღილაკში, რადიუსთა ცენტრის გამოყენებით შევეხე, ვიპოვე შუა წერტილი, მაგრამ აქ ჩვენ ეხლა შუა წერტილი სხვაგან გვაქვს, ამიტომ ერთ მონაკვეთს წავშლი ხაზის, მოვნიშნოთ ეს ერთი, მოვნიშნოთ მეორე, თუმცა შუა წერტილი ეს იყო და შევაერთებ აქ. ნუ ახლა შუა წერტილებს ვიყენებ, ამიტომ შუა წერტილებზე დავხაზავ. შევეხე კი არა და დავაწყაბე უკვე აქ, ჩავწერე რადიუსი 15, ენტერს დავაჭირე და ნუ შეგვიძლია მთლიანად შემოხაზო, შემელოდოთ კალი დამეხაზა, მაგრამ აიც მომიწევს ახლა ზედმეტების მოშლა, ამიტომ დავიტოვოთ ახლა აქედან ის რაც ჩვენ გვჭირდება. ჩავთოთ მაგრატელი რომ მუდმივად ჩართული იყოს, ყოველთვის ამ ღილაკს არ დააჭიროთ, იმიტომ ეს ღილაკი ერთჯერადია, როგორც იცით, ვინც ამაში მუშაობთ, მე კიდევ უნდა ჩართო, კიდევ მეკიდე ხაზი დააწყაბო. შეგვიძლია დააჭიროთ კონტროლ კლავიში, იმას ჩართვა არ უნდა იყოს. კონტროლ კლავიშს გეჭიროთ კონტროლი კლავიში და ისე გამოიყენოთ ეს ქმედება. შევქმნით აი ეს.
ეს იქნება ჩვენი პირველი ელემენტი, რომელიდანაც შევქმნით აი ამ მონაკვეთს. ერთს და მეორე მონაკვეთს იმას. და მერე გავაკეთებთ აი ამ შუაგულის მონაკვეთს. ის ხაზები რო წავშალე, მერე ჩავამატებ დაფჭირდება ის. ფაქტიურად, ხო, და შუა ხაზი უნდა მოხსნათ კიდე შიგნით. შუა ხაზი ასევე კონტროლს დავაჭირე, მოვჭერით ესეც. ეხლა ამაში უნდა ჩავასხათ მორფი ხელსაწყო, სიტყვა ჩავასხვა ხო ამაღლენათქვამია, ჩავხაზოთ. ჩასხმას ვეძახით ხოლმე რიგ შემთხვევაში, ზოგი სხვანაირად ეძახის, მე ასევე ვეძახი. ესე იგი, ჩავრთე მორფის გეომეტრიულ მეთოდში ტეხილი ხელსაწყო გვექნება აღებული, თუმცა შეგვიძლია პირდაპირ ბოქსი გავაკეთოთ, მაგრამ ვინაიდან ახლა სრულად არ ვიცნობთ პროგრამას და ვაკეთებ მათთვის, თქვი რომ მინიმუმ წარმოდგენა უნდა გქონდეთ, ამიტომ ვაკეთებ მარტივად. ჩართული გექნებათ ეს ხელსაწყო. აქ შეგნით რომ დაგიებით კლავიატურაზე space დააჭირეთ, space კლავიში არის ხარი, ანუ მანძილის კლავიში სიტყვებს როცა ერთმანეთსაგან რითიც აშორებთ, ის არის ხარის კლავიში, ყველაზე ძველი კლავიში კლავიატურაზე. დააგვირდით ის სახე ითვალა მაუსის მიმანიშნებელმაც და შუაში აქვთ გეხართ შეგნით ესე ცილურჯეს იღებთ. თუ ვინცობა ასეთ ცილურჯეს ვერ იღებთ, ესე იგი ვერ მიიღეთ space-ის დაჭერის დროს. დაუშვხელეთ. თუ ვერ იღებთ ასეთ ცილურჯეს, ესე იგი სადღაც პირი გახსნილია. კი ნახაზი ვერ შეადგინეთ უბრალოდ სწორად და სადღაც აცდენილი არის. ან წერტილ-წერტილთან არ არის, აქ ზედმეტი მაგ ხაზი მოსაჭრელია ბარე მოჭრე, ჩემი შეწევა კონტროლით. აკეთავს. აკეთავს. და შევაერთოთ ახლა ეს space დავაჭერე და ჩავაწყაპე. ესე იგი ამან ჩაასხა უკვე ასეთი ფორმა. შემდეგ რა თქმა უნდა აუცილებლად მოცულობაში გადავდივართ. თუ ვისაც ეს მოცულობა აქ არა გაქვთ, თავისთავად გავამახვილებ ყურადღებას, რომ დაგჭირდებათ მაშინ აქედან შესვლა პერსპექტივაში. ძალიან პატარა დეტალია და დაკარგულია სივრცეში, იმიტომ რომ დიდ სივრცეში ვარ ძალიან, ამიტომ გამოიყენეთ fit in window, რომ დაფიქსირდეს და იპოვოთ ეს მონაკვეთი, ესე რომ მე გოგოაჩის ტრიალდეს რაღაცა მეთოდებით ყველა არ იდება. ესე იგი ერთი დეტალი გაკეთებულია, დაგჭირდება ახლა ამ სისქის მინიჭება აქაც გაჩვენეთ და უნდა გავიგოთ ახლა რა სისქი არის ეს მონაკვეთი. 20 არის ეს, 50 მთლიანად გამოვაკელი 30/15 არის ეს. ჩავწერ ხელსაწყო. ნუ შეგვიძლია აქედან გადასვლა და გავაკეთოთ ერთ ხელსაწყოზე ისარზე ესე ვთქვათ, რომელსაც საერთოდ მოფსე მუშაობთ ხოლმე, თუმცა ნუ დიდად მანდამაის მნიშვნელობა არ არის ამ შემთხვევაში ამ შავთანეთად შეიძლება გაკეთდეს. ერთი დაწყებებით მომნიშნე, კიდევ მეორე დაწყება გავაკეთე შიგნით ვამახვილებ ყურადღებას და არა კონტურზე, ან გარეთ და მისთვის პანელიდან ჩავთეთ აი ეს პირველი. ბაშფული. გამოწიეთ აქეთ ამ ხარეს, ნუ გინდა იქით, არა აქვს დიდად მნიშვნელობა და ჩავწერეთ ჩვენი რიცხვი რადგანაც 15 დავაჭირე enter-ს. პირველი მონაკვეთი დეტალი შეიქმნა. გადავდივარ ისევ გეგმაზე. მონიშნეთ ეს ფასადის ხაზი, საიდანაც ახლა ვიყურებოდით, ანუ აქედან ამას. დააწყაპეთ, ჩართეთ გადაადგილების ეს ხელსაწყო. ვერტიკალურად ზემოთ დაიჭირეთ, ჩაწერეთ 15 დააჭირეთ enter-ს. ძალიან უნდა ვაიწიეთ, იმიტომ რომ 15 ძალიან პატარა ხედია და შედით ისევ ამ ფასადის ხედში. ჩვენ ხო უკრინავ ხედავთ ამ დეტალს. აი ამ დეტალს. ამ დეტალმა ახლა ხელი ვიზუალურად რომ არ შეგვიშალოს, შეგვიძლია დავმალოთ. მონიშნეთ ეს დეტალი, გახსენით სია და ამოიჩეთ hidden, ესეთი ლეიერი აქვს არქიკაც ნებისმიერ ვერსიას. და დაიმალება. მე გამოვაჩენთ, როცა დაგჭირდება. ჩვენ ახლა გვჭირდება მეორე ნაწილი დეტალის გვჭირდება, რომ აი ეს მოცულობა შევქმნათ. ანუ გარშემოწერილობა, ყველაფერი შიდა ნაწილი უნდა წავშალოთ. ისე რომ ამ ხაზს ისე ვაერთებ აი ამასთან. ნუ შეერთება ესე ვთქვათ, intersection-ით. ამას წავშლი, ბარემ delete-ით, ესაც სასაშლელი იქნება delete-ით, უბრალოდ რომ გაგისუფთავოთ ვიზუალი. მონიშნოთ ახლა ეს ორი და intersection-ით ასევე გადავაერთოთ. და ეს ყველა შიდა ხაზები წავშალოთ. ესე იგი მომდენო დეტალი, აი ეს ნაწილი, რომელიც აქითაა, ასეთივე, ოღონ ეს არა აქვს, ხო? წარმოდგენით თუ წარმოვიდგენთ. და იგივე პროცედურას ვიმეორებთ. ჩავერთეთ მორფი, ჩართულია ეს, space დავაჭირებ, ხედავ რომ გავუძე და ჩავაწყაპე. გადავედით მოცულობაში. მოვნიშნეთ შავი ის არის ეს დეტალი, დავაწყაპეთ, გამოვწიეთ და ჩავწერეთ 20, დავაჭირეთ enter-ს. 20 რატომ? იმიტომ რომ 20 იყო ეს დეტალია ეს.
Გამოვაჩინოთ ლეიერი, შევიდეთ ლეიერთა მართვის პანჯარაში და ჰიდენი ჩავთოთ. ოკეი, დავაჭიროთ. გამოჩნდა ეს დეტალიც. ასეთივე გვჭირდება მეორე. მარტივობისათვის მოდი სართულის გეგმაზე გავაკეთოთ. ჭრილმა თავისი როლი შეასრულა, მეტი აღარ გვჭირდება, ხელს მიშლეს ახლა ტყუილა, მოვნიშნავ აი ჭრილს და დაბლა დელეტის ღილაკით წავშლი. დაბლა დელეტი. რა თქმა უნდა, აქაც რომ ვიპოვოთ ეს დეტალი ძალიან მცირეა, დააჭირეთ fit window. Fit window-ის შემთხვევაში გვიშლის აი ეს ფასადის ხაზები ხელს და ვერ პოულობთ სად არის დახაზული, თუმცა ამ მიდამოებშია სადღაც დახაზული ეს დეტალი და მის მოსაძებნად სასურველი იქნება ეს ფასადების ყველა წავშალოთ. იმედია ვიპოვის პროგრამა fit window-ს გამოყენებით. სამწუხაროდ ვერ პოულობს. მოდი ლეიერთა კომბინაციაში შევალ ახლა და hidden საკაც ჩავთავ, იმიტომ რომ ცალ-ცალკე მუშაობენ ეს ლეიერები, რა თქმა უნდა, გასაგები მიზეზების გამო და უბრალოდ არ გვაჩვენებს აქ ამ მონაკვეთს. ნუ კარგი, რახან პრობლემა შეგვექმნა, ახლა გეგმაზე ამიშვენება აღარ დაგტანჯავთ, აქვე გავაკეთოთ. ბარემ სადაც ხედავთ, ესე იგი ასეთივე დეტალი გვჭირდება იქით მეორე მხარეს, ვიფიქრე სარკისებურად მარტივად გააკეთებინებით, თუმცა ნუ კლავიატურას არ შევეხები ახლა გავგანაჩერება თავისი კოპირების გაკეთება, გამოიყენეთ ბრძანება drag copy. მოკიდეთ მე ერთ-ერთ წერტილს ხელი, აქ მაგალითად კაპით. და ეს უნდა გავწიოთ წინ, აი ესეთი მიმართულებით წინს რომ ხედავთ, აქ ხაზი მოგვება დააგვედეთ, აი ეს ლურჯი ხაზი წინ არის. მიმართულება არის, აი ღერძსაც ხედავთ აქ x-y ზედზე, აი ამ ღერძს ამ შავ ხაზს ესე რომ ვთქვათ. კერძოდ y-ს მიყვები. დავწიე მარცხნივ და თავისი სისქე არის 30, იქ არის 20, ესე იგი 50, არა, გასავთ 15 და 20. 35-ით უნდა გავწიოთ. ჩავწეროთ 35, enter-ს დავაჭიროთ. და მივიღეთ მეორე დეტალი, რომელიც მიბჯენილი არის მეორე მხრიდან. ეს შეგვიძლია დავტოვოთ ესე როგორც დამოდელებული უკვე ფორმა ამისი, შეგვიძლია გავაერთიანოთ, ერთი მთლიანი ელემენტი გავაკეთოთ. ამისათვის მოვნიშნოთ მენიუ დიზაინში შევიდეთ დანამატების ბრძანებაში, ეს არის morph-ის დანამატების ბრძანებები. აგერ არის morph modify და გავაკეთოთ union. ეს დეტალი მონიშნულია მეორეზე დავაწყობთ და გავხსნათ ამათი გაერთიანება, შეერთა როგორც ხედავთ, შემდგომი მონიშნული. ისევ მოვნიშნე ეს გაერთიანებული, გავიმეორო ისევ იგივე მოქმედება union-ის დავაწყობთ ამ დეტალებს. მოვნიშნე და ხედავთ უკვე ერთიანად ინიშნება, მივიღოთ ერთი დეტალი. აი ასეთი სახეობით შევქმნით ეს, თუმცა კიდე გავმეორდები შეიძლება და მოცულობითი მოდელებითაც გაკეთება, თუ იმე სრული გაგიჩნდებათ, როგორ შეიძლება პირდაპირ 3D-ში ყოველგვარი ფასადის გამოყენებით, ხაზის ფასადის გულისხმის გამოყენებით და ხაზის გამოყენებით, პირდაპირ როგორ დავამოდელოთ, მომწერე და თუ დრო მექნება, შევეცდები რომ გაჩვენოთ. ამით ფაქტურად დავასრულეთ.